შალვა აბულაძის ადვოკატმა მოგვაწოდა სათვალთვალო კამერიდან გადაღებული ვიდეო მასალა, რომელიც აღწერს ვარკეთილში პოლიციელებზე თავდასხმიდან რამდენიმე საათში დევნის ოპერაციას. Როგორც ადვოკატი ამტკიცებს, არანაირ დევნას და შალვა აბულაძის დაკავების მცდელობას ადგილი არ ქონია, შესაბამისად ვარკეთილის ტერიტორიაზე არ ყოფილა შალვა აბულაძე და ეს კადრები არის გაყალბებული, ეს არის დადგმული სპექტაკლი პოლიციელების მხრიდან და რეალურად ამ კადრებში არ ჩანს, რომ შალვა აბულაძე ფიგურირებს. Მისი განცხადებით ამ კადრებიდან ჩანს, რომ პოლიციელები არა შალვა აბულაძის მიმართულებით ისვრიან იარაღს, არამედ საპირისპირო მიმართულებით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის გათამაშებული და დადგმული სცენა. Თუმცა როგორც პროკურატურაში განაცხადეს, კადრებიდან აშკარად ჩანს, რომ პოლიციელები დევნის ოპერაციის დროს ტყუებს სწორედ აბულაძის მიმართულებითაც ისვრიან და ჩვენ ეს ნამდვილად დავაფიქსირეთ და მითითებული არის გასროლილი ტყუები ამ ვიდეო კადრებზე, რომელიც შალვა აბულაძის მიმართულებითაც არის. დიდი მადლობა ბელა, ეს იყო ბელა ზაქაიძე. ფაქტია, რომ დაჭრილი პოლიციელი, რომელიც ეხლაც საავადმყოფოში წევს, ამბობს, რომ მან ამოიცნო პირდაპირ სწორედაც, რომ ეს იყო შალვა აბულაძე. და დნმ-ის ანალიზზე რომ აღარაფერი ვთქვა, ხო, ანუ ადამიანი, რომელიც